მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო და ჩემო მშვენიერებო. დღეს მომივიდა ასეთი სურვილი გამიკეთებია თქვენთვის გაშლა. შენი ცხოვრების ახალი გზა. ჯერ ასე ვარქმევ, ნახოთ ახლა გაშლა კიდე შეიძლება ესეთი რამე გვაჩვენოს, რომ შეიძლება სულ სხვანაირადაც დავარკვა, არ გამოვრიცხავ, მაგრამ უბრალოდ მინდა ამ გაშლით ვნახოთ, ანუ რა დარჩა უკვე თქვენ ცხოვრებაში. უკან რა ნაბიჯები უნდა გააკეთოთ თქვენ ახალ გზაზე, აი რა დაგეხმარებათ, რა შეიძლება რამე დაბრკოლებაც გქონდეთ, როგორ უნდა გაუმკლავდეთ მაგას. ანუ უფრო თქვენზე უნდა ვილაპარაკოთ. ვნახოთ თუ გამოჩნდება კიდე ვიღაცა ან რაღაცა სიტუაცია, ვნახოთ, მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ ჩვენზე, ჩვენ სულის გზაზე. ეს არხი ჩვენ გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენ აქ ვილაპარაკოთ, ვისაუბროთ, მივიღოთ რამე რჩევები და გრძელ გაშლებს ვაკეთებთ. თუ ვინმეს მოსწონს მოკლე გაშლები, შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემს სხვა არხზე, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის და იქ ხა უფრო მოკლე ფორმატში ვაკეთებ გაშლებს. რა თქმა უნდა, TikTok-ზე სულ მოკლე გაშლები არიან. თუ ვინმეს სულ მოკლე გაშლები უყვარს, ხო? ნახოთ ახლა ჩვენ რა დამთავრდა ახლა თქვენ ცხოვრებაში, რა სტოვებთ თქვენ უკან. აი ეს იქნება როგორც სიგნიფიკაცია და მე უკვე როგორც ყოველთვის ვკითხოთ მომზადებული მაქვს და უკვე ვკითხოთ ტაროს სხვა რაღაც მომენტებიც, ხო? ნახოთ, ანუ რა დასრულდა თქვენ ცხოვრებაში და რა დასრულდა თქვენ ცხოვრებაში და რას ტოვებთ თქვენ უკან. აი ასე რაღაცნაირად მომინდა ეგეთი სიგნიფიკაცია დღეს. აგვაჩვენებენ, რომ კი იყო რაღაცა ძალიან რთული პერიოდი, მძიმე პერიოდი, როცა თქვენ იჯეკით, ახლა ნერვიულობდით, ფიქრობდით, შეიძლება ზოგს ახლა დაკარგეთ სიყვარული, ან სიყვარულის ურთიერთობაზე ფიქრობდით და ეძებდით გამოსავალს, მაგრამ აქ რაღაცა ცვლილებები უკვე არის. ნახოთ. ანუ პირველი რა დამთავრდა თქვენ ცხოვრებაში, ნახოთ, რა დამთავრდა თქვენ ცხოვრებაში. აქ რას მაჩვენებენ, იცით, რაღაცა პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი დასრულდა თქვენ ცხოვრებაში. შეიძლება ისეთი პერიოდი გქონდათ, ეს მნიშვნელოვანი პენტაკლების ტუზი. ანუ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ რაღაცა ძალიან დიდი პერიოდი თქვენ რაღაცა გამოიარეთ და ეხლა ეს პერიოდი დამთავრდა, იმიტომ რომ აქ თქვენ მოგეცეთ საშუალება, შეიძლება დიდი ხანი ვიღაცა ფიქრობდა, შეიძლება თქვენ აი აქ ეძებდით იმას, თქვათ რა, ანუ აკეთებდით რას თქვათ, გაანალიზებთ თქვენი სიტუაციის, აი თქვათ რა შეიძლება ვერ გავაკეთე, ან შეიძლება რა გავაკეთე, ანუ რაღაც ანუ გაიასნება, მოდი სიტყვა, გაიასნება მოხდა აქ თქვენ ცხოვრებაში. ყოველ შემთხვევაში აქ დასრულდა რაღაცა ძალიან მართლა გვაჩვენებენ მნიშვნელოვანი ეტაპი თქვენ ცხოვრებაში. შეიძლება გადაფასება როგორ დონეზე მოხდა, იცით რომ ანუ საერთოდ პენტაკლები ეს არის როგორი უფრო ანუ მიწიერია რა, მატერიალურია არის რა, მაგრამ და გვერდზე არის ხმალები. ხმალები მე ვფიქრობ ჩემს ცხოვრებას, ჩემ გამვლილ პერიოდზე. ანუ აქ შეიძლება იმდენი რაღაცები გაიაზრეთ, ანუ ზოგი შეიძლება მედიტაციებს აკეთეთ და მედიტაციებშიც ახლა სხვა შეიძლება ძალიან მაგარი ტექნიკა არის, ხო? და იქიდან მოგივიდეთ რამე ისეთი აზრები. აი აქ კიდე ეს მინდა ვნახო, აქ რა ხდება. ხო, სწორი ვთქვი. ანუ ესე იგი ესეთი მომენტი იყო, როცა თქვენ აი თითქოს გაქვთ უკვე შვიდიანი საერთოდ ხმალების, ეს არის, ზოგიერთ უმკაც კითხულობს სულ რომ აი გატყუებენ, ღალატებენ რაღაც ეგეთი მომენტები, მაგრამ თუნდაც ის ცხოვრებაში თუ იყო თქვენთან ეს ღალატები და რაღაცები, თქვენ უკვე აქ დასვით წერტილი ყველაფერს რა. მაგრამ აქ როგორ შეიძლება უსამართლობაზეც ფიქრობდით, შეიძლება ანუ თლიანად თქვენ აი ამ სიტუაციაში რა გაეაზრეთ ეს ყველაფერი რაც კი იყო და ეს თითქოს ახლა დატოვეთ უკან რა. აქ შეიძლება რაღაცა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი გაკვეთილები გულის ტკენა თუ გქონდათ, ხო? შეიძლება ფიქრობდით რომ მართლა უსამართლობაც რაც იყო, შეიძლება ფიქრობდით რომ აი არაფერი ძვრაც არ გქონდათ, თქვა, აი ეგაც რა. და სხვათა შორის შეიძლება ვიღაცა უფულობაც დატოვა უკან. ნახოთ, ეხლა ჩვენ აი კიდე რა ეს რა დასრულდა და რა
ნუ რა დადოვოთ შენ უკან. ნუ ჩემო სიხარულებო, აქ შემიძლია გითხრათ, რომ აქ ბევრისთვის იქნება ეს პერიოდი, ზუსტად აქ შეიძლება განკორწინებაც მოხდა. აი ნახეთ, აი დაუშვათ აქ პენტაკლების თუზე ხო გითხარით, აი ძალიან რაღაცა დიდი და მნიშვნელოვანი პერიოდი თქვენი ცხოვრების თქვენ დატოვეთ, დაასრულეთ. მაგრამ რა დატოვეთ უკან, ანუ აქ ურთიერთობას მაჩვენებენ, აქ გამოვიდა ჩვენი საყვარელი ხმალების მეფე და ანუ ამით მე შემიძლია გითხრათ ამ კარტებით, რომ ნამდვილად შეიძლება თქვენ დატოვეთ რა უკან ილუზიები, აი საერთოდ 7-იანი თასების მე ახლა უფრო იციან შემოსწავლე, მე ჩვენ უფრო ღრმად კითხულობ, მე ეს პრინციპში ახლა ორაკული არის, მაგრამ რა მინდა გითხრათ, რომ ანუ შეიძლება თქვენ დატოვოთ უკან ილუზიები, აქ ამ შემთხვევაში ილუზიები, ფანტაზიები, ფიქრები, რომელიც თქვენ აი სულ თავში გქონდათ და არ გაძლევდეთ საშუალებას, რომ თქვათ აი ეს წინსვლა გქონოდათ, გაიგეთ? იმიტომ რომ ნუ შეიძლება თუ აქ ახლა უეჭველი ეს გაშლა იქნება იმათვის, ვისაც ნამდვილად ახლა ან გრძელი პაუზაში არის, ან დაასრულეთ, ან განკორწინება მოგივით. ნუ რაღაცა ეგეთი თემა არის. თუ თქვენ ახლა მასე არ ახართ, თქვენი გაშლა უეჭველი ეს არ იქნება. და იმიტომ რომ აქ იყო პერიოდი, რომელიც თქვენ მოგცეს იმისათვის, რომ თქვენ გეფიქრათ საერთოდ სულ ყველაფერი, იმიტომ რომ ზოგჯერ ახლა აი თითქოს იცი განთავისუფლდით რა, განთავისუფლდით ილუზიებიდან რა. აიყვანეთ თქვენი თავი ხელში და თქვით, რომ არა, მე ამას უკვე ამდენი ფიქრი, ამდენი ენერგიების გაშვება არ მინდა რა, ასე რომ ვთქვათ, ილუზიები, მოდით, ილუზიებიდან განთავისუფლდით. აი ესეთი რაღაცა არის აქ. სხვათა შორის ძალიან კარგი, იმიტომ რომ რა არის, იცით, ყოველთვის ჩვენ უნდა ვიცოდეთ, მე ახლა მაქსიმალურად აქ ამ არხზე მithumetes სულ ვცდილობ, რომ თქვენ აგიხსნათ ის მომენტები, რომ ურთიერთობა გინდაც ახლა რაღაცა, გინდაც სამსახური არა აქვს მნიშვნელობა, არის რაღაცა პერიოდი, ამის მინდა რომ ამაზე დაინახოთ, მაგა იქით ვწერო. აი ასე. ანუ არის რაღაცა ესეთი მომენტები და პერიოდები ჩვენ ცხოვრებაში, რომელიც უნდა დავტოვოთ. აი, იცით რა არის, ეს კი არ არის ადვილი მისაღები იმაზე, რომ თქვათ ადამიანი არის თქვენ ცხოვრებაში, ხო? გინდაც რაღაც სამსახური, გინდაც რაღაცა თუნდაც სახლი, ნუ არ ვიცი, даже თუნდაც აი რამდენადაც არ უნდა იყოს მტკივნეული შვილებიც კი. ანუ ჩვენ არაფერი არ გვეკუთვნის და ჩვენ გვეკუთვნის მხოლოდ ჩვენი თავი, ხო? და ეს სიტუაციები, ადამიანები, ეს ყველაფერი აბსოლუტურად თუ რამე არის ჩვენ ცხოვრებაში, ნუ ასე ვთქვათ, დროებითი, ხო? მაგრამ ჩვენ როცა ძალიან ვეჯაჭვებით, ამ ყველაფერს მე გვიჭის გაშვება, ხო? მაგრამ როცა შენია, ის ვაფშე არ სადარწავა. აი ხო დაუშვათ ელემენტარული. აი გიყვარს თქვათ რამე, თქვათ ყავისთვის რაღაცა გაგშენ ფინჯანი, ხო? და გიყვარს შენ ეს ჭკა, ხო? აი შეიძლება შკაფი დაინგრას, ხო, თქვათ, ნუ რაღაცა მოხდა, თქვათ, ხო? მაგრამ მაინც ის დარჩება. აი ყველაფერი დაიმტვრა, ის დარჩა. იმიტომ რომ ის არის შენი. მორჩა. ანუ ეს შეიძლება ეს ჭურჭელი უკვე დაძველდა და უნდა დაიმტვრას, რომ ახალი იყიდო, მაგრამ აი ის დარჩა, იმიტომ რომ ის არის შენი. აი ასე არის ყველაფერში აბსოლუტურად, რომ ჩვენი რაც ჩვენია ნამდვილად, ის არსად არ გაიპარება, არსად არ წავა, არსად არაფერი. მაგრამ ურთიერთობაში შეიძლება ეს მეგობრობაშიც მოხდებოდეს, აუცილებელი ხო არ არის, თქვათ ახლა ნუ მაინც ახლა მამაკაცი და ქალის ურთიერთობაზე. არა აქვს მნიშვნელობა. რომ ესე იგი ეს უკვე ამ ადამიანთან ამ სიტუაციაში უკვე შენ რაღაცა გამოცდილება მიიღე, მორჩა უნდა დაასრულო და უკვე ახალი უნდა შემოუშვა შენ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ადამიანურ დონეზე ეს არის ძალიან მტკივნეული პროცესი, იმიტომ რომ ადამიანები ვართ, გრძნობები გაქვს, რაღაცა ტკივილები, ნუ ეს ყველაფერი, მაგრამ აი მე იმიტომ გიბიძგებ სულ, რომ არსებობს კიდე მეორე ეს მხარე, ეს სულის მხარე, აი იქ უყურეთ. და იმიტომ გეუბნებით, რომ თქვენ აი ამ ადამიანთან როცა დაუშვათ, ახლა უშვოთ ამ ადამიანს, დაფიქრდეთ, გაიხსენეთ ის, რომ აი
კარგი რა შემიძლია ავიღო ეს და შეიძლება დედაშვილურ ურთიერთობაშიც გქონდეთ მამაშვილურს თუ აი მშობლების და შვილების ხო იქიდანაც ხო აი დაფიქრდეთ თქვათ ახლა დაუშვათ რა მამა გაღიზიანებს ან რაღაცა ცუდად ან დედასთან ვერ ლაგდება ურთიერთობა აქედანაც ამოიღეთ ყველაფერი აი ის რა ამ ტკივილიდან ამ გაუგებრობიდან რა არის ჩემთვის კარგი ხო აი რა არის ეს არის ძალიან საინტერესო საერთოდ თემა უბრალოდ ეხლა ამით ასე იმიტომ გელაპარაკებით რომ მინდა რომ ეს ტკივილი შეგიმსუბუქოთ იმიტომ რომ ადამიანების დონეზე ხო ნუ აი მიწერ დონეზე ძალიან ძნელია ეს ეხლა მოგაყოლეთ აი ამ ვინც უშვებს თავისი ცხოვრებიდან ამ ხმალების მეფეს იმიტომ რომ ბევრი ფანტაზიები გააქვთ ანუ თქვენ ეხლა შეიძლება ფიქრო აი ასე რო იქნებოდა აი ისე რო იქნებოდა აი ას და ამ დროს ეს ყველაფერი თქვენ ძალიან გბოჭავს იმენა ტვინი გაქვთ და ხურული აი ასე ხართ აი ზიხართ სულ და სულ მაგაზე ფიქრობ და ეს უკვე არის აი ნუ აუტანელი შეიძლება ხდებოდეს იმ ამდენი ფიქრებით რა და უკვე შენი ენერგია აღარ მიდის იქ სადაც უნდა წავიდეს ამ დროს შეიძლება შენ თქვა სამსახურებრივ თემებშიც ფინანსურ თემებში ცოტა მოიკოჭლები აი და გააკეთეთ ექსპერიმენტი რომ ერთი დღე არ იფიქროთ ამ ადამიანზე ერთი დღე დაკავდეთ თქვენი თავით ეს ენერგია გადაამისამართეთ თქვენსკენ და დაინახავთ როგორ შეიძლება ბევრი სხვა მომენტები თქვენს ცხოვრებაში რა აი გინდათ ახლა ფინანსური ვისაც მოიკოჭლება და თქვენ ახლა თუ ზიხართ 24 საათი 7-ზე მარტო ამ ფიქრებით იცოდეთ არა იმიტომ რომ ნუ არა არ გამოვა არაფერი იმიტომ რომ პრინციპში კიდევაც გეუბნები თუ არის დაუშვათ ეს ადამიანი თქვენი და თქვენ მაგასთან უნდა იყოთ ადრე თუ გვიან ეს ადამიანი მაინც ვერ ნუ თვითონ თუ არ დაეხმარებიან იქიდან მაღალი ძალები და მოგიყვანებენ თქვენ და თუ არა და ნუ ეხლა აქ მაჩვენებენ რომ რაღაცა რაც გქონდათ თქვენ ეს ილუზიები აქ თქვენ ეს დატოვეთ უკან აი ასე ნახოთ ჩვენ ახლა შემდეგი ანუ ჩვენ რა პირველი რა არის ეს პირველი ნაბიჯი რომელიც ახლა თქვენ უნდა გააკეთოთ თქვენ ახალ გზაზე რა შესაძლებლობები გიხსნებათ თქვენ წინ ეს ნახოთ შეიძლება რა დაბრკოლები ხო შეიძლება შეხვდეთ თქვათ ამ გზაზე რა რესურსები და ძალები მოგეხმარებათ ამ გზაში რას გასწავლით თქვენ ეს ახალი გზა და საერთოდ რისკენ მიგიყვანთ და რა შედეგს მოგიტანთ ხო სწორია всё კი ბატონო ну ტრანსფორმაცია ინახეთ ბოლოში ხო უეჭველი ხა თქვენ გაიარეთ ტრანსფორმაცია თან აქ უკვე არის ნახეთ ტრანსფორმაცია თან გამოდიხართ თქვენ ამ ტრანსფორმაციიდან გამოდიხართ იმ სიტუაცია იმ მომენტებიდან აი ეს როცა თქვენ დაუშვათ შეიძლება ბევრს ფიქრობდი ბევრს ნერვიულობდი ბევრს ну სულ ეძებდით რამე პასუხებს კი ქონდათ აი ეგეთი პერიოდი მაგრამ დასრულება მიდის და ნახეთ ახლა აი მართლა გეუბნებით აქ არის ან მოდით საჯარო გაშლა არის ან ეს თქვენი პარტნიორიც ახლა ბევრ რაღაცებს გაიაზრებს და მაგრამ აქ დაასრულეთ თქვენ რაღაცა ფიქრი გეფიცებით რა ну ან ახალი ადამიანი უნდა შემოვიდეს თქვენთან მნიშვნელოვანი ან გეუბნებიან რომ თქვენ ყოველ შემთხვევაში უკვე არ ფიქრობთ არ ნერვიულობთ იმაზე დაბრუნდება არ დაბრუნდება მოვა არ მოვა იზავს რამეს არ იზავს ანუ ეს რაღაცები უკვე თქვენ გააუშვით იმიტომ რომ ეს ნიშნულოვანი აქვს მაჩვენებენ ნიშნულოვანი ადამიანი მაგრამ უკვე აღარა ხართ აი ეს დაციკლული იმაზე რომ რას იზავს როგორ იზავს რამდენად აი რას ფიქრობს ჩემზე ანუ საერთოდ ფიქრობს თუ არ ფიქრობს მივხვდით იმიტომ რომ თქვენ თვითონ რაღაცა სულ სხვა ენერგიებში ხართ თქვენ არა ხართ აქ სხვათა შორის აგრესიულად მაგ ადამიანის რა ქვია მიმართული თქვენ პირიქით ანუ თითქოს როგორ არის იცით რომ მე ამას აი მოდი აქეთ ახლა ჩვენით გოგოს ვანახებ ანუ მე მაგაზე ვფიქრობ, მაგრამ მე მაგისკენ ვუშვებ, ხოლო
პოზიტიურ ენერგიას, მხოლოდ მინდა რომ მადლიერება გაუშვა, ხო? ანუ ყველაფერი თუ რამე იყო ჩვენ შორის, მე მინდა რომ აი ეს ყველაფერი მისთვის საუკეთესო იყოს. ნუ არ არის აქ ცუდი ფიქრები, არა გაქვს არანაირად, იმიტომ რომ თქვენ ეს დაასრულეთ, ხო გეუბნებით, აი ეს ცუდი ფიქრები თქვენ აი მართლა დაასრულეთ, მძიმე იყო, რთული იყო, ურთულესი იყო თქვენთვის, მაგრამ გამოიარეთ, ეს გამოიარა და თქვენ ხართ როგორ იცით, აი როცა ადამიანი თავის თავს შეიყვარებს, აი თავის თავს შეიყვარებს, თავის თავს დააფასებს, აი თითქოს აქ თქვენ მოიპოვეთ თვითსიყვარული. მე ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც მე თვითონ ვარ სიყვარული, მე თვითონ ვარ ბედნიერება, მე თვითონ ვარ შევსება, მე არ მჭირდება მეორე ნახევარი, რომ რაღაცა თქვა მაკლია, ხო? და მეორე ნახევარი არა, ახლა როცა არის ეს თითქოს გაყოფილი არის ადამიანი და ახლა მჭირდება რომ შევსებული ადამიანი ხარ რა? და აი ზუსტად ახლა ეს არის რომ მე გავიცანი ჩემი თავი, მე ჩემი თავი შევიყვარე, ისეთი როგორიც ვარ. და ჩემი ბედნიერებისთვის მე არ ამჭირდება თქვათ ვიღაცა რომ აი იმ ადამიანმა თქვათ ეხლა მომიტანოს მე ეს ბედნიერება, იმიტომ რომ აქ თქვენ ბევრს ფიქრობთ სხვა შორის ძალიან ბევრს ელოდებოდეთ ადამიანს, მაგრამ ამავე დროს შემიძლია გითხრათ რომ აკეთობა მართლა ბოლო დინში ხართ, მეტი არაფერი, აქ უდიდესი პაუზა, ღმერთო, ისეთი პაუზა რომ შეიძლება გაგიჟდე, გადაერია და ამიტომ თქვენ ახლა პრინციპში, ნუ ნოდეთ ნახოთ ახლა ეს სიტუაცია, აქ დიდი პაუზა შეიძლება ვიღაცას ჰქონდა, მაგრამ ან გაქვთ, ან ნუ ფიქრობთ რომ პაუზა ამ დროს შეიძლება უკვე დასრულდა ყველაფერი, ხო? მაგრამ გეუბნებით რომ აი ამ პერიოდში თქვენს რო იჯეკეთ, იმიტომ მითხრას რომ რაღაცა დავასრულე, ანუ ეს პერიოდი, რომელიც თქვა ჩემი ცხოვრების პერიოდი, როცა შეიძლება თქვენ აი თქვენ თავსაც არაფასებდეთ დაუშვოთ. ან ფიქრობდეთ რომ იმისთვის რომ მე ბედნიერი ვიყო, მე ვიღაცა მჭირდება. იმისთვის რომ აქ არის ეს ძალიან ისეთი საინტერესო თემა სხვათა შორის, ნუ მაგას ჩაწუდება ადამიანი, რომელიც მართლა ძალიან ბევრს მუშაობს თავის თავზე. ადამიანი, რომელიც ყველა სიტუაცია, რომელიც მის ცხოვრებაში არის დაუშვათ მტკივნეული, იღებს სხვა კუთხით, უყურებს სხვა კუთხით. აი რა მომიტანა მე ეს სიტუაცია, რა უნდა გავიგო მე აქედან, ხო? აი ჩემთვის, აი მე სად ვიზრდები მე ამ სიტუაციაში, აი რა არის, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ შენ არ ხარ ეგეთი, აი ვერა რა, იტყვი რაღაცა სისულელებს ბოდობს ეს ქალი. გეფიცე არ გარც მეწყინება, რატო იცით? და შეიძლება დახურა უკვე და გავიდა ეს ადამიანი. იმიტომ რომ ეს მე რო ვუყურებ თუნდაც აი ხა ნახვებს იმას, აი ნამდვილად თავიდან ვერ ხვდებოდი მეთქი რატო, ხო? მაგრამ ეხლა მივხვდი რომ უბრალოდ ჩემთან არიან უშუალოდ ის ადამიანები, ვისაც უნდათ აი ეს ჩაწვდეს, რომ აი თავის თავში რაღაცა გაიაზროს, ეგ სიტუაციები გაანალიზოს, მიიღოს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი სულის შველაც და ზრდაც. მიხვდით? ყველა ადამიანი აბსოლუტურად ვინც არის ჩვენ ცხოვრებაში არის უმნიშვნელოვანესი და არა აქვს მნიშვნელობა თქვათ მის საქციელს, თუ ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენთვის რა არის აქედან კარგი და ამას რო გაიაზრებთ, აი ძალიან მაგარი შველაც გექნება და ძალიან მნიშვნელოვანი ყველაფერი იქნება კიდე პენტაკლების ტუზე აგერ. დავიწყოთ ახლა ჩვენ, ანუ პირველი ნაბიჯი რა უნდა გააკეთოთ თქვენ ამ ახალ გზაზე, პირველი ნაბიჯი. პირველი ნაბიჯი ეგ არის, რომ თქვენ უკვე აღარ ინერვიულოთ, ნერვები აღარ მოიშალოთ და უკვე ამ ფიქრებს თავი დაანებოთ. გაიგეთ? всё, მორჩა უკვე დაასრულეთ ამაზე ნერვიულობა. ეს არის თქვენი პირველი ნაბიჯი, რომელიც თქვენ უნდა გააკეთოთ. ანუ ნახეთ თქვენ როცა აი ახლა ძალიან მაგარი დასწრა როგორ მიყვარს. აი ნახეთ ეს ახლა აი იქ ამის უკან ხო დგას ადამიანი, რომელმაც გაუშვა ეს ფიქრები და ნახეთ რა მხელა ენერგია წამოვიდა. ნახეთ, შეხედეთ რა. იმიტომ გეუბნებით რომ აქ ახლა შეიძლება ზოგთან არის ეს თუ ფულის თემა გააქვთ ჩაკეტილი, იცოდეთ რომ ეს ამაზე მუშაობს, იმიტომ რომ იმდენ ენერგიას თქვენ აძლევთ თქვენს ფიქრებს, რომელიც თქვენ ნამდვილად ნუ გიშლის ნერვებს, ასე რომ თქვა და მიაკა რომ აი სულ ფიქრო რომ ნახეთ ამ ხელა რომ აი აქეთ უკან რა რომ გამოუშვა, ნახეთ
მე რამხელა ნაკადი. და მე გითხარი, არის გითხარით ეს ხუთი თქვენ ახლა ჩემი გაშლები, ვინც დიდი ხანია ჩემთან არის, რომ მეჯერ ლაპარაკობ, მე და რომ უბრალოდ მიდასტურებს იმას, რაც უკვე თქვი, ხო? ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ რა შესაძლებლობები, ხო? გეხსნებათ წინ. მთელი სამყარო. ანუ აქ რაც გინდა ის თხოვე სამყაროს. აი მე რო გითხარით ადრე ბევრჯერ მithქვია თქვენთვის რომ დაჯეკით დაწერეთ ეს დღიური მადლიერების, ხო? იქ დაწერეთ ის ყველაფერი, რაც თქვენ გინდათ რომ თქვენ ცხოვრებაში იყოს, მხოლოდ ისე დაწერეთ და აღწერეთ, რომ უკვე არის ეს თქვენ ცხოვრებაში, უკვე ხარ თქვენ იმ ცხოვრებაში, უკვე მიიღეთ, რადგან თქვენთან მოდის აი გეუბნებით პატარა მაგალითს გეტყვით მე ახლა დღეს რო ვწერდი კიდევაც ვფიქრობდი რომ ღმერთო ჩემო მე ვოცნებობდი ისეთ საღზე რაზეც მე ვოცნებობდი პროსტა ვოცნებ მაგრამ იქ ესეთი რაღაცები იყო რაზეც აი მართლა შეიძლება თქვა რომ შენ ვერ ახარ მატორს რანაირად უნდა გქონდეს შენ ეგა ნუ ახლა შეიძლება ახლა მილიონერი რო იყო კი შეიძლება თქვა ახლა ეს შენ ცხოვრებაში იქნებოდა მაგრამ ახლა ნუ ჯერჯერობით არ ახარ მილიონერი და რატო ფიქრობ მაგრამ მივიღე თქვი რომ მინდა არის რადგან მომივიდა აი აქ გავრისკე და მეთქი მინდა იყოს всё მე ვიღებ და კიდევაც მოხდა მივხვდით ანუ ეს არის როცა შენ მასშტაბურად ანუ აძლევ სამყაროს იმ საშუალებას რომ ყველაფერი შენთან შემოვიდეს აი ეს არის ზუსტად ეს შემოდის ისეთი შესაძლებლობები რომ რა გითხრა ნუ ნახოთ ახლა მაინც ახლა დავაზუსტოთ ჩვენ ხო ვკითხოთ აბა არა მოდი აი ამის რაღაც ეს მომინდა ეს იყოს აქა ანუ მაინც რას გულისხმობთ იმიტომ რომ აქ არის აი რა შესაძლებლობები და სამყარო გეუბნება რაც შენ გინდა რაზეც შენ იფიქრებ რაზეც შენ იოცნებებ რაზეც შენ ოცნებობდი ყველაფერს აბსოლუტურად მოგცემ უბრალოდ გთხოვე და ანუ გეშინი აბსოლუტურად ყველანაირად იფიქრე გაუშვე აი ეს მედიტაციას ვინც აკეთებთ ხო იცით თქვენ ხა ნუ რომ აი ეს არის ეს სხივი ოქროს სხივი ხო რომელიც ჩვენ რო წარმოვიდგენდა რომ შემოდის ჩვენთან აკაკლებანში აი ეს არის სხივი ანუ იფიქრე გამოუშვი ყველაფერი რასაც მოისურვებ მაგალითად ნუ აქ შეიძლება მოვიდეს დაუშვოთ ახლა ყველაფერი აჰა აი ნახე აი ვერთო აი არ ვიცი რა მე არ ვიცი რა უკვე ლამის ესე რა ქვია გავგიჟდი ცოტა ხანში ამტაროდი რა შეხედეთ მე რა ხო გითხარით დღიურზე ხო გითხარით რასაც შენ დაწერე რაც შენს გაუშვე ყველაფერი რაც შენ მოისურვე ის მოვა გაიგეთ რა გითხარით წეღან არ გელაპარაკებოდით მე თქვენ რომ დაწერეთ ისინი სურვილები შეხედეთ გოგო ზის მაგიდასთან წერს და აქ უკვე ეს წერილი даже აი ესე даже უფრო სწორი იქნებოდა რა ნუ ყოველ შემთხვევაში არა ისტორია იფიქრე რასაც შენ ფიქრობდი რასაც შენ უკვე ნახე აქ დაწერილიც ხო გაქვს რაღაცები დაწერილი გაქვს ან ფიქრობ რომ უნდა დაწერო ნუ შეიძლება უკვე დაწერილი გაქვს და კიდე რასაც შენ მოიცადე რასაც შენ კიდე აქ იჯექი და ფიქრობდი და აქ ახლა უკვე არის ნახეთ აქ შევხვდეთ ჩვენ ახლა გვერთხების ანუ ესე იგი პრინცესა რა ანუ პრინცესა ხო იცით და პენტაკლების ანუ გვერთხების უკვე მომავალზე რა მე ფიქრობდი რაღაცებს მე ეს უფრო მიწიერია დავჯექი დავწერე და უკვე პენტაკლების დედოფალი მივიღებ ეს იგივე ის არის იმპერატრიცა ვიღებ ანუ ყველაფერი რაც შენ იოცნებე რაც შენ უკვე დაწერე აუცილებლად მატერიალურში მოგივა შენ ის რაც შენ გინდა გაიგეთ აი ეს რასაც შენ გაუშვი სამყაროში მაგარია ახლა უნდა მოვიფიქრო როგორ დავარქვა ეს გაშლა რაღაც სასწაული გაშლა არის რა რა დაბრყოლება შეიძლება იყოს აი ეს ზუსტად ეს დაბრყოლება რომ თუ თქვენ არ დაიჯერებთ აი ეს დაბრყოლება არის ზოგჯერ ესეთი მომენტები ნახეთ მე გეტყვით ეს როგორ კიდე მუშაობს მე ხო თქვენ ყოველთვის გიზიარებთ იმას რაც უკვე ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი სუმცირე
და ანუ არის რაღაცა მომენტები, როცა შენ მაგალითად აი ხო დაწერეთ, ხო რაღაცა და ნუ ჩვენ როგორი ადამიანები ვართ, როგორი ხარ, всё მე დავწერე, ესე იგი დავამთავრე თუ არა, უნდა მოხდეს. თუ არ მოხდა ერთი კვირა, ნუ სისულელია ყველაფერი, არაფერი არ მუშაობს რა, ყველა დრო დავკარგი. არა. აი გეფიცებით მე ვწერდი ერთ რაღაცას ამ ბოლო დროს ერთი თვის განმავლობაში რა. ანუ მე მაქვს ჩემი რამდენიმე თემა, რაზეც მე ყოველ დღე აი მთელი თვე ვუხდიდი მადლიერებას. აი ეს რო უკვე ნუ იქ რა თქმა უნდა იყო ის მომენტები, რომელიც მე მინდა რომ იყოს და რა თქმა უნდა თავიდან ვიწყებ იმით, რაც უკვე მაქვს. აი გეფიცებით რა, მართლა მე უბრალოდ მეც მქონდა ეგ მომენტი, რომ მეთქი რა ვიცი, წერ და რაღაცა ან არასწორად ვწერ, ან რაღაცა ხდება. და აი გეფიცებით როგორ მოდის იცით აი თანდათანობით ანუ რაც აი იმიტომ რომ ჩვენ დროს არ ვაძლევთ ჩქარა გვინდა ყველაფერი ხო ამ დროს თანდათანობით ყველაფერი შემოვიდა ისე როგორც უნდა შემოსულიყო даже აი გაუცებული ვიყავი აი ეს რაღაც მინდოდა ძალიან მე გაგიზიარებთ აუცილებლად ცოტა მოგვიანებით ნამდვილად ამაზე აუცილებლად გეტყვით ხოლმე ცოტა მერე და აი ისე დროს ეს მოხდა ყველაფერი როცა მზად ვიყავი. იმიტომ რომ ზოგი ხო არის თქვა სიტუაცია შენ ოცნებობ, შენ გინდა რომ ეს მოხდეს შენ ცხოვრებაში, მაგრამ ნუ არ ხდება. და თვითონაც ფიქრობ რომ კი მაგარია, მაგრამ შევძლებ რაღაც აი ამ ეტაპზე როგორ ანაირად, მაგრამ აი ეს შენი ეჭვები, ხო? მაგრამ აი მზად ვიყავ ისე დროს მოხდა რომ აი 1000%-იანი მზად ვიყავი. გაიგეთ? ანუ ამ დროს ეს იყო ნუ კაი ხნის სიტუაცია, რომელიც მინდოდა რომ ყოფილიყო. მიხვდეთ ეს და აი ეს არის თქვენი დაბრკოლება, არის თუ თქვენ თვითონ დატოვებთ ამაზე ის რა ქვია, ფიქრს და უარს იტყვით იმაზე, რაც თქვენმა გულმა აერჩია. გაიგეთ? აი მაგ შემთხვევაში თქვენ არჩევანი გააკეთეთ და ეხლა თქვენ არ უნდა და მოთმინება თუ არ გეყოფა კიდე. აი ეს მინდა თუ თქვენ ახლა არ მოგწევთ საშუალებას რომ ცოტა დაელოდოთ და მოითმინოთ. მიხვდეთ? აი ეს მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნახოთ ახლა რა რესურსი და ძალები დაგეხმარებათ. ნუ აი აქ აი ეს რაც თქვი, თვითდაჯერებულობა, ანუ ვინ არის მაგი? მაგი არის ადამიანი, რომ მე ყველაფერი შემიძლია, მე ყველაფერი მაქვს აბსოლუტურად ყველაფერი იმისათვის, რომ რაც მე ჩავიფიქრე, ყველაფერი აბსოლუტურად მოხდება ჩემ ცხოვრებაში. ანუ თქვენი თვითდაჯერებულობა, რომ თქვენ რაც თქვენ ფიქრობთ, რაც თქვენ გინდათ, ეს არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეკოლოგიური, ეს არის ძალიან კარგი და თქვენ ღირსი ხართ იმისი, რომ ეს კარგი ყველაფერი თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იცოდეთ თქვენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი ეს თქვენ დაგეხმარებათ აუცილებლად რა. და რას გასწავლის თქვენ ეს გზა? ნუ არ ვიცი ხმალების მეფე. კიდე. რას გასწავლის თქვენ ეს გზა? რას გასწავლის თქვენ ეს გზა? ხმალების მეფე. რას გასწავლის? რას გასწავლის შეიძლება ცივი გონებას ჩართვას გასწავლის, სიბრძნეს გასწავლის, რომ ხმალების მეფე არის ამაში ჭკვიანი ადამიანის ენერგია, ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილება. როცა მე ჯერ ვფიქრობ, მე მოქმედებ რა, როცა მე უკვე, იმიტომ რომ რა არის, იცით, როცა ემოციებით, აი ნახეთ, აქაც რა საინტერესოა, დასები კი არ გამოვიდა. ხო? აი რას მოგცემს, რა შესაძლებლობები გაგეხსნება, ხო? დასები კი არ არის. ამ დროს დასებიც მნიშვნელოვანია სხვათა შორის აქ, მაგრამ როცა შენ რამეზე ფიქრობ, შენ ემოცია უნდა აუცილებლად აი აქ კიდე ნახეთ რა არის. всё. კიდე ნახეთ რა არის დაბრკოლება. თუ თქვენ აქ ემოციებს არ ჩადებთ. აი აქ ემოციები უნდა ჩადოთ კიდე, გაიგეთ? იმიტომ რომ რა არის ესე თუ ემოციებს დახურავ. ახლა გაგიხსნით, როცა თქვენ აი ამას რო წერთ, ან რამეზე ფიქრობთ იმაზე, რაც თქვენ გინდა რომ მოხდეს, აქ აუცილებელი არის ვიბრაციები. ანუ სამყარო ვერ ხვდება თქვენ ახლა რას ეუბნებით. მაგრამ იმას ხვდება თქვათ, რას ეხება, მაგრამ ამავე დროულად აქ მნიშვნელოვანია ვიბრაცია, რა ვიბრაცია, რა ემოციას უშვებთ. თუ თქვენ ამას არ უშვებთ, აი ეს იქნება თქვენთვის კიდე დაბრკოლება. გაიგეთ? მაგრამ აი ეს რას გასწავლით თქვენ ეს გზა, მე მაინც ამ ხმალების მეფეს გავხსნი ახლა ცოტა, იმიტომ რომ
აი აქ აუცილებელია თქვენი ესა რა ქვია ემოცია. ანუ ნახეთ სხვაობა, მე მინდა არა, ეს სხვა რამეა, დრო უნდა მისცეთ, მაგრამ ემოციას ვუშვებ მე, როცა ამაზე ვფიქრობ. ანუ ვივსები, ვიბრაცია, ანუ აი რას ვგრძნობ მე მაგ დროს, გაიგეთ? აი ეს კი, ჩემ გრძნობას, ჩემ შეგრძნებას, ხო სწორედ ვამბობ და აი იმენა ეს მინდა, ეს არა. ეგ სხვა რაღაცა, გაიგეთ, სხვა რაღაცა, მე მგონი მომწერეთ რა, აგიხსენით წესიერად თუ არა. Так, ვნახოთ ახლა, რას მასწავლეს ეს გზა. რას მასწავლის ხო ეს გზა. აი გეტყვით, ნახეთ, ახლა შეხედეთ, აქ რასაც დაგვაბრუნეს ჩვენ. როცა აი რაც მე თავში მოგიყვებით, აქ ტყუილა არ არის ეს ადამიანი, რომ პირველ რიგში ადამიანი, პიროვნება, რომელიც აი ნახეთ, როცა ურთიერთობა დასრულდება, ხო? როცა ურთიერთობა დასრულდება, როგორც გითხარით, მთავარია, უნდა თქვენ და გეძლევა თქვენ დაუშვათ ის რა ქვია, პერიოდი, რომ თქვენ ხართ მარტო. და ზიხართ, თქვა, ნუ დასრულდა, ან დაშორდეთ, ან პაუზა, ვის რა გაქვთ, ხო? თქვენ გეძლევათ მე პაუზა, რაღაცა. გეძლევათ დრო, სადაც თქვენ უნდა იყოთ თქვენთვის მარტო. ხო? და აი ზუსტად მაგ პერიოდში თქვენ უნდა ყველანაირად, აი აქაც რვიანიეთ ასების, აქაც თქვენ უნდა იფიქროთ ზუსტად რა მომცა რა მე ამ სიტუაციამ. ნუ რას ვილაპარაკე, მოდით აღარ გავიმეორებ რა, ვისაც აინტერესებს თავიდან კიდე და ჩართეთ და მიხვდებით, იქ უკვე იმდენი ხანი ვილაპარაკე, რომ დაღლით რა, ეხა გამეორებით რა. და ანუ და ისეც კი, იმაზეც კი, რომ რაც გითხარით, თუ ადამიანი არის თქვენი, ის აუცილებლად იქნება თქვენთან და თქვენ თუ აი ეს ტრანსფორმაციაში ხო შედიან ადამიანები, თქვა, გაიარეს ტრანსფორმაცია და ორივენმა მიხვდნენ ყველაფერი და მე ისე თქვა დაიწყეს ახალი ეტაპი. ან და ისეც არის, რომ თუ ადამიანი უკვე წავიდა და შენ მარტოობაში დარჩე, ეს არ ნიშნავს, რომ შენ მარტო იქნები, არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა შენ უთხრა მადლობა იმ ადამიანს, ვინც იყო შენ ცხოვრებაში, გაუშვა და არ შეგიშინდეს, რომ შენ დარჩები მარტო. არა, არ შეგიშინდეს. იმიტომ რომ არავინ არ დაგტოვებს, თუ შენ შეგნებულად დაჯექი და ზიხარ, ახლა მე ვიცი, ნუ ახლა უფრო ეს ვინც ასე თქვათ, ნუ მე მაინც მუშაობ ქართულენოვან სივრცეში და ახლა აქ ცოტა სხვა წესები კი ბატონო, მაგრამ უკვე მადლობა ღმერთს, რომ სუნთლად ისე არ მუშაობს ეს წესები და ადამიანი არ არის ურთიერთობაში, რომელიც მაგას მართლა ღრნის და ნერვებს უშლის და რა ვიცი და რადგან ქმარია და რადგან ისე, ნუ ეს კი არის, ახლა როგორ არა, მაგრამ უფრო მეტნაკლებად მე ვიცი, რომ არის აქაც ახლა უკვე სიტუაციები, როცა მე არ მინდა, არ შემიძლია, ვერა, ან ნუ რაღაცა მომენტები და ადამიანები თქვათ, ახლა ნუ არ არიან ურთიერთობაში, იმიტომ რომ უნდა ავიტანო, იმიტომ რომ რადგან 15 დინიკინის დროს ხელი მოვაწერე მაგასთან. არა. და დედა რა სიტყვის, მამა რა სიტყვის, და ხო ხალხი რა სიტყვის. არა. აი აქ მე ვამბობ იმ ურთიერთობაზე, როცა ადამიანი ხვდება, რომ აი ეს კი იყო ყველაფერი, აი რას მასწავლეს მე ეს გზა, ხდება იმას, რომ ადამიანი შეიძლება იყოს ჩვენ ცხოვრებაში დროებით და თუ ეს ადამიანი წავიდა, მე მეძლევა დრო იმისთვის, რომ მე ეს გავაანალიზო და დავიწყო ახალი ცხოვრება, ჩემი უკვე ამ გამოცდილებით. всё. აი ესე მოკლედ. და სად მიგიყვან თქვენ, აი სრული ცვლილება. უზომოდ მიყვარს კოშკის არკანი. აი უზომოდ, იმიტომ რომ მაგან აი უკვე იცენ ჩემ მოსწავლეებს უყვები ხოლმე. აი მე რო ტაროს შესწავლა დავიწყე და ვიცოდე, სულ დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაცა აი შეიცვლება ჩემი ცხოვრების მიერნახევარი, იქნებოდა სულ სხვა და მართლა და მე ეს ტარო რომ მომხდა ხელში პირველად,
და რაღაცა ჩემი ბურად ეხლა როგორც ყველა იწყებს ალბათ ინტერნეტში დავიწყე რაღაცა ძიება, გავაკეთე ერთ-ერთი გაშლა, რომელსაც ეხლა ვასწავლე ჩემ კურსზე სხვათა შორის, იმიტომ რომ ყველა ვიცის ეს გაშლა ტაროლოგებმა. და აი იქ მაჩვენეს, ანუ ზუსტად ამ კითხვაზე, რომ რას მოგიტანს, რომ მე რას მოგიტანს ტარო, მე რა თქმა უნდა, როგორც ჩემი მოსწავლეები ყველა ამას ეკითხულობენ ხოლმე, მეც რა თქმა უნდა ეს ტარო რო დამეცა თავზე, მეთქი რას მომიტანს? სრულ ცვლილებას. და დავიფიცები ყველაფერს თუ რამე არის ჩემთვის წმინდანი, ნამდვილად ეს არის და ამიტომ ეს არკანი ვიცი რას ნიშნავს, იმიტომ რომ როცა შენ ახალ გზაზე შლიე, ყველაფერი შეიცვლება, აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ უკეთესობისკენ წავა თქვენი ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, აი რა ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ იცით რა მოხდება, აი რაზეც არც გეოცნებია შეიძლება, ხო? აი რაზეც არ გეოცნებია, შეიძლება ფიქრობდით, მაგრამ აი სუმთლად ისე, რომ აი ასე გამარჯვებული რა, რომ აი გეუბნე, აქ ეხლა ისეთი გამარჯვება იქნება, რომელსაც არც გიფიქრიათ. შეიძლება გრძნობთ თქვენ, რომ კი ვიცი, გრძნობ, რომ რაღაცა იქნება, მაგრამ მასეთი ცვლილება, ну არ ვიცი რა, მასეთი სიახლეები და ანუ არ ვიცი, აქ даже ну ზოგისთვის შეიძლება აი ეს სიტუაცია, რომელიც იყოს თქვენთვის მტკივნეული, ძალიან ის დასრულდება ყველა ვარიანტში. აქ შეიძლება შესაძლებლობები, რომელიც იყო თქვენთვის დახურული, ზოგი თქვა სამსახურებრივი თემაში, სამსახურში ძალიან დიდი წინსვლა შეიძლება თქვენ ახლა ანუ ვერ მოქმედებდით, რაღაცას ვერ აკეთებთ, წამოვა ენერგიას მოგცემენ ისეც, რომ თქვენ ნამდვილად, ანუ აი ამას ველოდებოდე გეფიცებით ყველაფერს ახლა. აი ისე მესამე. თქვენ თუ უყურებთ ჩემს ვიდეოს, აი გეფიცებით რა, რამდენმა უკვე, ისე რა ქვია, რამდენი გაშლაში არის პენტაკლების ტუზე. მომწერეთ, ვინ უყურებდა? ხო? ახალი ეტაპი, ახალი ცხოვრება, ახალი სიცოცხლე, ახალი შეიძლება გაცნობა, ფული, ახალი პერიოდი, თქვათ, ეხლა აქ даже მე არ გამოვრიცხავ, რომ ნუ ხო, აი და რაც ყველაფერი არის კი. რაც დანაკლისი გქონდათ, რასაც თქვენ ელოდებოდეთ, აი ესეც კი მოგივა თქვენ. აქ რაღაც აი ძალიან სასწაული ინფორმაცია მოდის, კი, ძალიან სასწაული ინფორმაცია. თქვენ ვიდრე რომ აქსიო მე ამას ვხურავ უკვე, იმიტომ რომ ახლა მე კიდე თქვენ ისტორიას და იმას მიყვებიან და ამიტომ მე შემიძლია даже მინდა დავხურო ამ პენტაკლების ტუზე, რომ ნამდვილად რა, ნამდვილად კი აქ ვიღაცა გოგოებს შეიძლება თქვენთან სრულიად მოულოდნელად დაბრუნდება ადამიანი, რომელთანაც არ ქონდა დიდი ხანი თქვენ ურთიერთობა, მაგრამ ეს ადამიანი სხვათა შორის ძალიან დიდი როლი თამაშობდა თქვენ ცხოვრებაში მაგ პერიოდში, იმიტომ რომ შეიძლება აი ჩვენ ხო მენტალურადაც ვართ ადამიანებთან, რა თქმა უნდა, ვინც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მე ვიძახე, როგორ იცით, აი სულის დონეზე, აი იმ თვალსაზრისით რა, არიან ეგეთი ადამიანები ჩვენ ცხოვრებაში და ამაზე ჩვენ სულ ლაპარაკობთ. შეიძლება აქ იყო ეს რაღაცება, ეს თქვენი ხმალების მეფიც რა ვიცი დაბრუნდება აქ, ну არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში თქვენზე ეს ადამიანი ძალიან, იმიტომ რომ საჯარო გაშლა არ მინდა ახლა თქვენ ზოგს ახლა შეიძლება 15 წელი ელოდება. აქ არ არის ახლა ესეთი თქვათ დიდი ხნის წასული პიროვნება. და ის რა ქვია, მაგრამ ეს ადამიანი даже თუნდაც იქ სადაც იყო წასული, ხო? იქაც კი მუშაობდა თქვენ მენტალზე და შეიძლება თქვენ იქაც უკვე გქონდათ ეს წინსვლა, დააკვირდეთ რა, დააკვირდეთ. და რაღაცები რაც იყო თქვენში დახურული შეიძლება ესაც კი გაიხსნა თქვენში, რა ვიცი, ანუ ხო მიხვდეთ რა, აქ რაღაც ამაგარი გაშლა არის რა. გელოდებით კომენტარებში მომწერეთ, მე ყველაფერს ვკითხულობ, შეიძლება ვერ პასუხობთ ახლა ყველას, მაგრამ ну აი გულით, სულით, აი როგორც პატარა ბავშვი მაგ უკვე ტრადიცია დილით ვდგები და პირველი ყავას როსვამ ვკითხულობ თქვენს კომენტარებს, ვტკბები და რასაც მე თქვენ სიხარულს და სიყვარულს გიგზავნით, აი
იმდენი მოვიდეს ჩემ შვილებს, გეფიცებით რა, ანუ აი ყველა თქვენს კომენტარებში იმხელა ძალას და იმხელა სიყვარულს უკან გიბრუნებთ, რომ აი რა ვიცი რა, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ აფასებთ ასე ჩემ შრომას და რა თქმა უნდა, თქვენი ლაიკები და კომენტარები ეს არის უკვე ჩემთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენი ანუ როგორ ენერგიის მიმოცვლა ყველა ვარიანტში უნდა ხდებოდეს და პლუს კიდე მე ვიცი რომ მე ტყვილა არ კარგავ დროს მე ვაკეთებ იმას რაც სჭირდება ბევრ ადამიანებს რა ამიტომ გამოწერები აუცილებლად ისე ნუ უყურებთ გამოიწერეთ რომ ეგრევე მიიღებთ ინფორმაციას და მე როგორც ყოველთვის მე ძალიან მიყვარხარ და გისურვებთ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს ყველაფერი არის თქვენს ხელში ჩემო ლამაზებო